ჩემი მეუღლე გულით ამანტყოფი იყო, დიაბეტიკი იყო და ცუდად გამხდარა იქა და შეშინებიათ მე გადავუყანიათ რეზბალნიცაზე. ორთაჭალის რეზბალნიცას გულისხმობ. ორთაჭალის რეზბალნიცა მე ისე მოხდა რომ აჩიკომაც ვერ გაუძლო იქ ყოფნას და ისიც გადაიყვანეს. თქვენმა ვაჟმა. ხო, ჩემი უფროსი ვაჟი რომელიც გარდაცვლილია. ხო და რო გადაიყვანეს იქა, ცოტა ვითომ იმიტომ რომ აი ამდენი ხალხი არ იყო კამერაში, ამ ხრივ კარგი იყო, მაგრამ სხვა მხრივ მე აი ყოველთვის ვამბობდა სხვათა შორის იმ დროს მირცხულავაც იყო და მოლაშვილიც იყო მე მიყვანილი, იმიტომ რომ ჩემები უფრო ადრე იყვნენ დაბატიმრებული. ამაზე საშინელი ციხე რაც არსებობდა მე მგონი ქვეყანაში რეზბალნიცა იყო ყველაზე დიდი საშინელებები, რაც ესე იგი სულხანი ამბობდა რომ აიო რა წამებას აკეთებდნენ იქ ადამიანებს, აჩიკო ზუსტად ამას ყვებოდა, რომ უკვე მალეო შიზოფრენია დამემართებაო იძახდა, მე ამას მეც ვერ გაუძლებო ყვიროდა. რამდენი წლის იყო თქვენი შვილი? 22 იყო რომ დაიჭირეს. ხო, 22. როცა მოხდა ორთაჭალის ციხეში და შემდეგ საავადმყოფოში ორთაჭალაში. ხო, ესე იგი იქ მოხდა ესე რომ ესე იგი ციხის უფროსმა რა თქმა უნდა სხვა და სააკაშვილის დავალებაც იქნებოდა ეგ და მიუხედავად იმისა რომ სააკაშვილის უწრაბახობდა ქურდული სამყარო განადგურე საქართველოში აღარ არიანო სხვადასხვა ციხეებიდან გადმოიყვანა 7 ქურდული სამყაროს წარმომადგენელი შეიყვანა ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი მათ კამერაში და იმათმა დაუწყეს ჩხუბი ის რომ აი შენ 10 მილიარდი გაათეთრე თუმცა ეს 10 მილიარდი მე მოხსნა პროკურატურამ იმ აბსურდულობის გამო მაგრამ ეხლა ამ ქურდული სამყაროს და საზოგადოებას რომელსაც ყურში ესმოდა რომ ჩვენ გავათეთრეთ 10 მილიარდი დღემდე ესე ესმით ქალბატონოთია რომ ჩვენ ვართ 10 მილიარდის ევროს გამთეთრებლები ეს ერჩება ხოლმე ადამიანებს ყურში რაღაცა მკვეთრად ხოლმე და ამათმა უთხრეს რომ მოგიკლავთო აჩიკოსო თუ შენ ამ ფულს არ მოიტანო და გაიწიენ აჩიკოსთვის რომ რაღაცა დაეშავებინა და ჩემი მეუღლე რო გაქანდა და ეცა ამათ თურმე ვიღაცამ უკნიდან კინა ჩაარტყა თავში და გონება დაკარგა ჩემმა მეუღლემ სისხლი ფანტანივით მოდიოდა მე თვითონ ამათ შეეშინდათ ეთყობა რომ ისინი ამ ციხის პატიმრები არ იყვნენ სხვა ციხიდან გადმოყვანილები იყვნენ დროები და ეს ვერაფრით ხო ვერ მოხდებოდა ვერც სააკაშვილის ვერც ადეიშვილის და ბოლო ვერც ციხის უფროსის კილერას ესე იგი იმის გარდა ვიღაც კილერაში ვის გულისხმობთ რომ ახსნათ რა გვარი იყო მუხაძე იყო მაშინ ორთაჭალის ციხის ხელმძღვანელი ხო და ეს არა ქვია მე ეთყობა აი სამკურნალო დაწესებულების ორთაჭალის ციხეში და მე ეს რო ამირან სასტრაფო დახმარების გაწევა დასჭირდა და გაკერვა დასჭირდა თავის რაღაცები სამკურნალო დაწესებულებას ხელმძღვანელობდა კილერა